30 წელი ლარის დაბადებიდან 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა ისტორიულ თარიღს ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს 30-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ექსპერტები გლობალურ ფინანსურ გამოწვევებს და სავალუტო ბაზარზე არსებულ სიტუაციას განიხილავდნენ. ბუნებრივი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართულ სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია, პერიოდული რყევები და ლარის როლი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურობას არჩუნებს, რა ტენდენციები ამ მხრივ მოსალოდნელი და როგორია უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციები. მარიამ ბერძენიშვილი დაესწრო ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებას. ლარი საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. ქვეყნის ეროვნული ვალუტა 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის წევრები. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. ნათია თურნავამ ლარის 30 წლიან ისტორიაზე ისაუბრა. იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ეროვნულ ვალუტას ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა. ამასთან თურნავამ დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ფინანსური ვითარება მიმოიხილა და განმარტა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, მდგრადი საფინანსო სექტორი, ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ სანდო და სტაბილური ეროვნული ვალუტაა. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განმარტებით მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა თუ გარეშოკებისა, ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ლარი სანდო და მყარ ვალუტად ჩამოყალიბდა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა. გასული 3 ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია, თავისი მთავარი დანიშნულება ყოფილიყო სანდო, სტაბილური ვალუტა, ეკონომიკური ურთიერთობების და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე ქართული ლარის შემოღების თაობაზე და მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება და აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული, კოლხური თეთრი, ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა. 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა. ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. და ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელება ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ჩემთვის დიდი პატივია და მოხიბლული ვარ, რომ მონაწილეობ საქართველოს ეროვნული ვალუტის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელსაც ეროვნული ბანკი მასპინძლობს. საქართველოს სჭირდება გონიერი სახელმწიფოებრივი მართვა. კაფეო იდეა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში გლობალურად არსებული მრავალგვარი გამოწვევები. მთავარი არის მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი. ყველასათვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების რწმენა, არამედ რეალისტური მიდგომების. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის მისი სამეზობლო არეალი საკმაოდ რთულ მოცემულობას ქმნის, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკური შესაძლებლობების შემქმნელია. ცნობილი ჩრდილოეთ სამხრეთის და აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია შეიძლება სამხრეთ კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშიროს, სწორედ საქართველოზე გადის და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ გონივრულად უნდა გამოიყენოს. ლარი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის საყრდენია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით კი, ლარი არის საამაყო მემკვიდრეობა, რომელიც ქართველი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას გამოხატავს. ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არსებობის 30 წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარა. წლების მანძილზე ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკროტები. ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები კი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საამაყოა. ლარი როგორც ფულადი ნომინალი არ უნდა გაჩერდეს, მან უნდა გააგრძელოს განვითარება
დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა და მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ლარი მხოლოდ ფული არაა. ეს არის იდეა. ლარს არც თუ ისე დიდი, თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ის მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბრიდან ჩაეშვა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. თავად სიტყვა ლარი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო თეთრი მერვე საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. ლარის შემოღებით გადადგა საქართველოს სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის. უნდა გვამწყდება, რომ სანამ შემოვიდა და ეროვნული ვალუტა ლარი, ჩვენ ვიყავით უმძიმერ მდგომარეობაში რუსეთის სავალუტო ზონაში, რუბლის, შემდეგ უხეიროდ შემოღებული კუპონის რეფორმა, რომელმაც დააქცია სრულიად საქართველო და ამის ფონზე ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებით ისეთი ვალუტის შემოღებას, რომელიც იქნებოდა სტაბილური. დღევანდელი ღონისძიება არის მნიშვნელოვანი როგორც იუბილეოსთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისთვის და მომავალი განვითარებისთვის. ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობას გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების გამოშვება და რეალიზაცია. ამასთან მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები ჩატარდება.